ეჯახება ელექტროგანათების რკინა ბეტონის ბოძს, თუმცა მაღალი სიჩქარის გამო ვერ ჩერდება. ეჯახება მეორე ბოძს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩერდება. მოგვიანებით კი ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მხოლოდ დაკავებულის სიცოცხლე შეეწირა. 29 წლის ზურაბ მათნაძე რუსთავის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ორი პატრული ძალიან მსუბუქად დაშავებული, ჩერციძე ფუძის მოტეხილობა, ხელის მოტეხილობა, ყბის მოტეხილობა, გარდაყის მოტეხილობა, ფეხის მოტეხილობა, ყველაფერი ერთად დაუფიქსირდა და ამ დროს მე ხაზი მინდა გაუსვა, ბორკილები ედო ხელზე. ბორკილები, საავადმყოფოში ისე მიიყვანეს, რომ ბორკილები ედო და ექიმები დაგიჟდნენ, ებიჭო მოხსენით ბორკილები, მავანტყოფი კვდებაო. ავტოსაგზაო შემთხვევიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა. ჯერჯერობით კვლავ არსებობს ოფიციალური ვერსია, თუ რა მოხდა თბილისის წითელი ხიდის მე-20 კილომეტრზე. ერთადერთი განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ოჯახის წევრებს შორის უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას იწვევს. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ არაოფიციალურად ხდება ცნობილი იმ ვერსიების შესახებ, რომელსაც სამართალდამცველები ამუშავებენ. მათ გაღიზიანებას სწორედ ეს ვერსიები იწვევს. ავტოავარიის გამომწვევ ერთადერთ მიზეზად გარდაცვლილი ზურაბ მათნაძე სახელდება. პატრულებს ვეკითხებოდი, ერთი რა მოხდა. აი ესე ჩავწეს მანქანაში, ზურამ წინააღმდეგობა გაუწია, გადაუკრა რული და შეეჯახნენ. მეორე ეკიპაჟი მოვიდა ვიღაცები, ამა რა მოხდა? იარაღზე გაიწიაო მანქანაშიო და მაგ დროს დაიმკრა მანქანაო. და მესამე ბოლო რაც იყო, 60-ით მიდიოდაო მანქანაო, სწრაფად არ მიდიოდაო და რუჩნოის მივარდაო, ამოწიაო და მოსრიალდა და დაეჯახა განათების ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის რეალური მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მხოლოდ ფაქტი და შედეგია ცნობილი. ძალა იყო აქედან იქით მიმართ. ავტოავარიების დამოუკიდებელი ექსპერტი თამას ხაკაია, რომელიც ამ სფეროში რამდენიმე ათეული წელია მუშაობს, შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ აცხადებს, რომ სახეზია სიჩქარის გადაჭარბება, რასაც გარკვეულ სიძლიერეს ადასტურებს. სიჩქარე რომ გადაჭარბებული არ ყოფილიყო, ამისთანავ სიძლიერის ბოძის მოგლეჯა პირველი კონტაქტის შეჯახების ადგილიდან, ამ გრუნტზე გადმოსულით სიჩქარეს დაცემას ადგილი ექნებოდა რაღაც პროცესს. მაგრამ იმდენად მაღალი იყო, რომ აი ეს ბოძი მოგლიჯა და კიდე აქეთ რაც ნაკვალებია განაგზო მოძრაობა. ექსპერტი შემთხვევის ადგილს დაახლოებით 9 საათი ათვალიერებს. დათვალიერების შემდეგ ხაკაია ამბობს, რომ ზოლს, რომელიც საბატონო მანქანას მართავდა, მოხუჭი არ გამოუყენებია. შესაბამისად, ეჭვში დგება ვერსია, რომ ზურაბ მათნაძემ აჭულის მანქანაში მოგდოდნელად ხელის მოხუჭი ამოწია. იქიდან, ესე იგი, აი მონაკვეთიდან აქამდე არავით არის რაიმე ავტომანქანის დამუხრუჭების კვალი საერთოდ არ აღენიშნება. არის კვალები, თავისუფალი გორვის კვალები. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ გადაცემა პატრულში ჩნდება სიუჟეტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვერსიას ავრცელებს. გამოიყურებოდა სავარაუდოდ არაფრიზელ მდგომარეობაში. მოთხოვეს სათანადო დოკუმენტაცია, მასის მოხმარება ავტომანქანის არეგისტრაციო მოხმობა. დოკუმენტაციის წარმოდგენაზე განაცხადა უარი და მოთხოვე ცენტრალურ ტექნოლოგიების შემოქმედება. სათანადო ალკოტესტის. ალკოტესტის გადავნებაზე გახდა აგრესიული სასწავლო ავტომანქანა. რუსთავში ადმინისტრაციული წესის დაკავებულმა ზურაბ მათნაძემ საბატონო პოლიციის სამსახურის იარაღი დაფნო და უპირველეს როდესაც პატრულ ინსპექტორმა საჭირო დაიმორჩილა გარეგანათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ასეთი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა. პატრულ ინსპექტორების მიერ აღნიშნული პიროვნება, როგორც შემდგომში გაირკვა ზურაბ მათნაძე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო იქნა დაკავებული. რის შემდეგაც პიროვნების ვინაობის დადგენისა და მისთვის სათანადო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაკავებულ პიროვნებასთან ერთად გაემართა პოლიციის განყოფილებისკენ. მოძრაობის დროს ავტომანქანაში მსხდომ პატრულ ინსპექტორებსა და დაკავებულ შორის წარმოშობილი უთანხმოების დროს მანქანა შეეჯახა ელექტროგანათების რკინა ბეტონის ბოძს. შედეგად პატრულ ინსპექტორებმა და ზურაბ მათნაძემ მიიღეს სხეულის დაზიანებები და გადაყვანილ იქნენ ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ის უკანასკნელი მოგვიანებით გარდაიცვალა. განცხადებიდან ირკვევა, რომ პატრულ ინსპექტორებმა ზურაბ მათნაძის განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დაკავებულის მხრიდან წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი.
გარდაცვლილის ოჯახი არ უარყოფს, რომ ზურაბ ალკოტესზე მართლაც უარი განაცხადა. თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომლები სიტუაციის დაძაბვას ხელოვნურად ცდილობდნენ. მას მიმართეს საკმაოდ უხეშად. საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობისას დაიცვას სამსახურეობრივი ეთიკის ნორმები. პოლიციის თანამშრომლის ქმედებას თან უნდა ახლდეს სიტყვები კანონის სახელით, თუმცა ზურაბ მასნაძის ოჯახის წევრების მონათხრობის მიხედვით პატრულის თანამშრომლები ღვინიაშვილი და დავლიანიძე კანონის ამ მოთხოვნას უხეშად არღვევდნენ. სიტყვები ესეთი იყო, გადმოეცვლია მანქანიდან და მესროლე კასაღები. ზურაბ საკმაოდ თავმოყარე ბიჭია იყო და ამას რა თქმა უნდა ხელშეურაცხყოფად მისთვის მიუღებელი იყო და ამან გამოიწვია მისი დაუმორჩილებლობა, ანუ დაუმორჩილებლობაში იგულისხმება ის, რომ მან არ ჩაბერა ალკოტესტში. ამის შემდეგ ზურაბს დაადეს ხელბორტილი და ჩასვეს მანქანაში. ოჯახმა განცხადებაში კიდევ ერთი შეუსაბამობა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატრულ ინსპექტორებმა და ზურაბ მასნაძემ სხეულის დაზიანებები მიიღეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და რომ ზურაბ მასნაძე პატრულის თანამშრომლებთან ერთად საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. კურის რეპორტაჟმა ინფორმაციის გადამოწმება სცადა. ექიმი დალი დეკანოსიძე ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მორიგეობდა. მან საავადმყოფოს სარეგისტრაციო ჟურნალში დაახლოებით 14 საათს და 45 წუთზე გაატარა პატრულის ორი თანამშრომელი დავით ღვინჯილია და გიორგი დავლიანიძე, რომლებიც საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მარტო მივიდნენ. ხოლო ზურაბ მასნაძე სასწრაფო დახმარების მანქანით პოლიციელების მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მიიყვანეს. ექიმი და პათანატომიის ექსპერტი პატრულის თანამშრომლების სხეულზე არსებული დაზიანებების მიხედვით ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით 16 საათს და 25 წუთზე მოხდა. შესაბამისად ზურაბ მასნაძე საავადმყოფოში შემთხვევიდან დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს. იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, პატრულის მანქანა იყო დაზიანებული, რომელიც ახალგაზრდა ბრიგადის მისვლისას იჯდა, იყო დაწოლილი უკანა სავარძელში და წინ ხელზე ეკეთა ხელბორტილი და სასწრაფო დახმარების ექიმის თხოვნით მაშინვე მოხსნეს ეს ხელბორტილი. ზურაბ მასნაძის სიდიდრს მან ნაკუბარდიას გარდაცვლილის სიდის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები აეჭვებს და ამბობს, რომ ზურაბს სიცოცხლისთვის საშიში ფიზიკური დაზიანებები ავტოავარიამდე მიაყენეს. ის რაღაცა ძალადობას ჰქონდა ადგილი. ნამდვილად ამაში მე ისე ვარ დარწმუნებული, რომ რაღაცა ძალადობას ჰქონდა ადგილი და მე არის გათამაშებული აი ამ იმისი ავტოკატასტროფის სცენა. როგორც სანდრო ირგვლიანი იყო მსხვერპლი ამ განუკითხავი რეჟიმისა და საერთოდ მისი დედა ყველას გვაფრთხილებდა, რომ ხალხო ყველას კართან მოვაო ესაო. სამწუხაროდ არავინ დაუჯერებს, მათ შორის მეც უნდა ვაღიარო და აგეთ ემყარებთანაც მოვიდა. მე ვადანაშაულებ ამ განუკითხაობას ქვეყანაში, დაუსჯელობის სინდრომს, ნულოვან ტოლერანტობას. რა მოხდა სინამდვილეში თბილისის წითელი ხიდის მე-20 კილომეტრზე და არის თუ არა პოლიციელი დაკავებული სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ექსპერტები განმარტავენ, რომ საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ სამართალდამცველებს მსგავს პასუხისმგებლობას ნამდვილად აკისრებს, ხოლო არგუმენტით დაკავებულმა და ხელბორტილ დადებულმა ზურაბ მასნაძემ ზღუდ საჭეზე ხელი აუკრა პოლიციელების არაპროფესიონალიზმზე და სამსახურეობრივ გადაცდომაზე მეტყველებს. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პოლიციის ეკიპაჟი გადაყავდა დაკავებული და ამ დროს მოხდა ასეთი შემთხვევა დაკავებულის მხრიდან ინტენსიური მოქმედების, ძალადობრივი მოქმედების გამო და ამ დროს იგი იმყოფებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენებით და უშუალოდ მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას არ ახდენდა პოლიციელი, გულისხმობ მართლზომიერ ზემოქმედებას, ანუ ფიზიკურად აყავდა იგი დაჭერილი. აქ მაინც მივდივარ ჩვენ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ ანუ არა სრულყოფილად განხორციელებ უშუალომოსილებამდე. არა მარტო უნდა დაიცვან საკუთარი თავი და მოქალაქეები და აკვეთონ დანაშაულის ქმედება, უნდა უზრუნველყონ პიროვნების სიცოცხლის ჯანმრთელობის დაცვა და მათ მიერ განხორციელებული არც-ერთი მოქმედება ამავე დროს არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი ამ პიროვნების, მაგრამ რაც არ უნდა მოძალადე იყოს იგი. ამ შემთხვევის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ. საქმეს გენერალური პროკურატურა იწიერს. გამოძიების შედეგებს ელოდება გარდაცვლილის ოჯახიც. ზურაბ მასნაძეს 20 წლის შვილი და 8 წლის ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.